მოგესალმებით. ჩვენ ვიმყოფებით ახალი ტექნოლოგიების კლინიკაში, სადაც მიმდინარეობს თვალის დაავადებების მკურნალობა. ისეთი დაავადებების, იშვიათი დაავადებების, როგორიც არის ამბლიოპია და ასტიგმატიზმი, რომლის განკურნებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. და მით უმეტეს თუ ეს თან დაყოლილია ხოლმე, ეგრეთ ზარმაც თვალს რომ ეძახიან. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს შეხება, როდესაც ბავშვობიდან აღმოჩენილი ზარმაცი თვალის სინდრომი იქნა უყურადღებოდ მიტოვებული და აგერ უკვე რაღაც 40 წლის ასაკში გამახვილდა მასთან დაკავშირებული პრობლემები და ამასთან დაკავშირებით შერჩეული იქნა ახალი ტექნოლოგიების კლინიკა ქალბატონ მაგა გოგიაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც უნიკალური პროცედურები და ვარჯიშები ტარდება. მინდა გითხრათ, რომ 5 პროცედურის შედეგად თვალი, რომლის ერთის მაჩვენებელი იყო ორ ნაბიჯზე ხედველობა და მეორის ფაქტურად 3 ხაზი, სულ რაღაც 5 პროცედურაში ერთმა თვალმა განიცადა 100%-ით და მეორე თვალმა კი დაინცადა 0,3 ხაზით მომატება. მაპატიეთ კონკრეტულად თუ გახსოვთ ციფრები, რომელიც აპარატმა გვიჩვენა, ორი ნაბიჯი ნიშნავს იმას, რომ ყველაზე დიდ რგოლს ვერ ხედავდა, ხოლო ორი ხაზი ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ პროცენტით თქვით შემიშება 10 ხაზის ნაცვლად მან რამდენი ხაზი დაინახა? ორი ხაზი დაინახა. მარცხენა წამყვანი თვალიდან 3 ხაზის ნაცვლად რამდენი დაინახა? 6 ხაზი დაინახა მარცხენა. გარდა ამისა, ჩვენ რითი დავაზუსტეთ დიაგნოზი? ჩვენ ამით დავაზუსტეთ ვერტიკალის და ჰორიზონტის გადახრა, რომელიც იყო ვერტიკალის შემთხვევაში 4-დან 5-მდე მერყეობდა, ჰორიზონტის შემთხვევაში 15-დან 18-მდე მერყეობდა. და ჩამოვიდა 10-ზე, 11-ზე უბრალოდ და ვერტიკალმა დაიწია 1-მდე. სულ რაღაც 5 პროცედურაში. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მეთოდოლოგია წარმატებით უძღვება ამ პრობლემის მოგვარებას. თქვენ კმაყოფილი ბრძანდებით ჩემო ბატონო, ანუ შედეგმა გაგაოცად, გაგაკვირვად, ეს იყო რუტინული შედეგი, რომელსაც მოელოდით, თუ აი თქვენი ემოციური განწყობა არის მნიშვნელოვანი და ქუჩაში დაუშვათ ყოფაში როგორ აღიქმება? ერთია თქვენ ამ მონაცემებს ექიმთან ახლობთ, შემდეგი ყოფა, აი ამაზე თუ შეგიძლიათ გამახვილოთ ყურადღება. შემიძლია ერთი რაღაცა თქვა და ზუსტებით, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის განწყობას და ექიმთან ვიზიტთან დაკავშირებით. თვითონ ექიმის мотиваციასაც და იმ დარწმუნებას თავის პროფესიაში, რაც ქალბატონ მაგას შემთხვევაში არის 100%-იანი. დარწმუნებული არის და იცის, რომ განკურნებადია ეს დაავადება მის მეთოდოლოგიის საშუალებით და ეს კარგად მიმდინარეობს. შესაბამისად, პაციენტის მხრიდანაც ზუსტად დარწმუნებული უნდა იყოს იმ მეთოდოლოგიაში. რეალში შესაბამისად ზუსტად ეს არის დამახასიათებელი და მე გასახარი პაციენტის მხრიდან, რომ რეალობაშიც რომ იწყებს მოქმედებას და თვალსაჩირო რო ხდება ეს და აღიქმება და თვალის ჩინი ეგრეთ წოდებული იმატებს, ეს უკვე დიდი სტიმულია, ასე ვთქვათ, ამ მკურნალობის გაგრძელების და შინით მონაწილეობის მიღების. ანუ თუ შეიძლება რომ დასკვნა გავაკეთოთ, მაგრამ მე მინდა რომ ეს თქვენით გააჟღეროთ. აპარატურული მკურნალობა, რომელშიც არ გამოიყენებთ, მტკივნეულია, უმტკივნეულოა თუ როგორ არის? აბსოლუტურად უმტკივნეულოა. და როგორც უკვე აღნიშნე, კიდევ ერთხელ გამომეორდები, რომ აღნიშნული მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია, საკმაოდ უმტკივნეულოა, ასე ვთქვათ და საკმაოდ მნიშვნელოვანია ისეთი პაციენტებისთვის, როგორიც ამ შემთხვევაში იყო ამბლიოპია და ასტიგმატიზმი. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. იმედია ბოლომდე ურთიერთობა გაგრძელდება და ჩვენ შევძლებთ, რომ არა გაუმჯობესებას, არამედ უფრო მეტ გამოჯანსაღებას მივაღწიოთ. მადლობთ ინტერვიუსთვის. არაფერს წარმატებებს გისურვებთ და სიკეთეს ყველა პაციენტს თქვენთან მოსვლას.